შარმელ-შეიხის ახალგაზრდული საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი სითფი წარმოადგენს გამოცდილებების გაზიარების სივრცეს ახალგაზრდებისთვის, რომლებიც თეატრს ქმნიან. განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც დრამატული ხელოვნების სკოლებში, უნივერსიტეტებში და სხვადასხვა სასწავლო ცენტრებში სწავლობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ფესტივალი, რომლის იდეაც რეჟისორ მაზენ ელ-გარაბავის ეკუთვნის, პირველად 2016 წლის 7 იანვარს ჩატარდა და მას შემდეგ ახალგაზრდა თეატრალებს შესაძლებლობას აძლევს წარმოაჩინონ თავიანთი ნიჭი და მოიპოვონ აღიარება. ფესტივალის იდეა 2013 წელს გაჩნდა, როდესაც მაზენმა გადაწყვიტა შეექმნა სივრცე, რომელიც ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს მისცემდა. რაც სითფის კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის, არის ის, რომ ეს ფესტივალი არა მხოლოდ უფროსების მიერ ახალგაზრდებისთვის შექმნილი ღონისძიებაა, არამედ თავად ახალგაზრდები არიან სრულად ჩართული მის ორგანიზებასა და განხორციელებაში. ისინი იღებენ დახმარებას და მხარდაჭერას ცნობილი ხელოვანებისა და პროფესორებისგან, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას უშუალოდ შეისწავლონ ინდუსტრია, რომლის ნაწილის გახდომასაც აპირებენ. შარმელ-შეიხში ჩატარებული 9 წარმატებული გამოშვების შემდეგ ფესტივალმა მიიღო გადაწყვეტილება გაფართოების შესახებ და ახლა სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებს ახალ პროექტებს. 2025 წელს ჩვენ ისტორიული მომენტის მომსწრენი ვხდებით. თბილისში სითფის პირველი ქართული გამოშვება იწყება. ეს ფესტივალის ახალი ეტაპია, რომელიც ადასტურებს მის საერთაშორისო სტატუსს და კულტურულ კავშირებს მსოფლიოსთან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფესტივალის მე-6 გამოშვების დიდი წარმატების შემდეგ, რომელმაც მოიზიდა ისეთი ცნობილი საერთაშორისო თეატრალური ფიგურები, როგორიცაა ეუჯენიო ბარბა, რიჩარდ შეჰნერი, სკოტ ტრასტა და კონსტანტინ კირიაკი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ოცნებები უნდა იყოს უსაზღვრო. 2024 წელს ფესტივალი პირველად ჩატარდა პოლონეთში და ახლა ვემზადებით მისი მეორე გამოშვებისთვის. დღეს კი 2025 წელს სითფის პირველი ქართული გამოშვება თბილისში იხსნება, რაც ჩვენი დიდი ინიციატივების გაგრძელებაა. საქართველოს ფესტივალის მასპინძელი მას შემდეგ გახდა, რაც პოლონეთში მისი წარმატებული დებიუტი შედგა. მრავალი წლის განმავლობაში საქართველო განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ეგვიპტელებისთვის მისი მდიდარი კულტურული კავშირების და საერთაშორისო მხატვრული ღირებულებების გამო. ფესტივალის მე-9 გამოშვების დასასრულს პროფესორმა ლევან ხეთაგურმა ოფიციალურად გამოაცხადა სითფის პირველი ქართული გამოცემის დაწყება, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო თეატრალური ინსტიტუტის ITA-სა და საქართველოს ეროვნული თეატრის მხარდაჭერით. ეს ისტორიული განცხადება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ეგვიპტესა და საქართველოს შორის კულტურული ხიდის გაძლიერებისკენ, რაც ახალ პერსპექტივებს უხსნის ახალგაზრდა თეატრალებს ორივე ქვეყნიდან. თბილისი თავისი უნიკალური ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების სინთეზით გააგრძელებს სითფის საერთაშორისო მოგზაურობას. ქალაქის დინამიკური თეატრალური სცენა და აღიარებული თეატრალური აკადემიები მას იდეალურ ადგილად აქცევს ახალგაზრდა ნიჭის აღზრდისთვის. მოგესალმებით თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს აერთიანებს სითფის საქართველოს სახელით.